დილამშვიდობისა, დღეს 23 თებერვალია, 9 საკლია 15 წუთი და ჩვენ მივდივართ სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ დავიძრათ იქიდან ხაშურისკენ. დღეს ხაშურელ ახალგაზრდებს ავითვისებთ და ვასწავლით ცხოვრებისეულად ისეთ საჭირო უნარს, როგორც არის გადაუდებელ სიტუაციაში ადამიანის დახმარება. ცოტათზე მეტად გვეძინება, მაგრამ мотивация გვაქვს და უნარიც და სურვილიც და ყველაფერი საჭირო იმისთვის, რომ ეს კარგი საქმეები ვაკეთოთ. გამყვევით. შვიდობიან გზას გისურვებთ და ნაყოფიერ სამუშაო დღეს. და დავიძერთ უკვე ხაშურისკენ. ასე გამოიყობა ჩვენი გზა. რა ჯერჯერობით თავისუფალია და მე ხა ვეცდები, რომ ვინმე თუ მსურველი იქნება ჩვენი ტრენერების სტაფიდან გაგასაუბროთ და გაგაცნოთ. ასვენებაზე ვფიქრობ, რაც ჯერჯერობით არ მოქვს. მადლობა. სამწუხაროდ მსურველი არავინ აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ გორის მარგეში გავჩერდი. როგორ დაიწყო დილა? თუ არა უშველებელი შაურმით. მარგეშ სახია ხავარ. დღეს რიგით მეხუთედ ან მეოთხედ, ზუსტად არ გვახსოვს. მარგეშ ესტუმრა მისი სახე, მისი ასე რომ ვთქვათ, როგორც ვენდისისთვის გუგა, ისე მარგესთვის იკა. დღეს უკვე შარვალ კოსტუმით და მზად არის რომ კოლაბორაცია დაიწყოს. დაწყებულიც აქვს უკვე. შეხედეთ, მას როგორი ბედნიერია. ეს არის სასწაული გემოები. ეს არის გემოთა გამა, არათუ ფერთა, არამედ ეს ხახვი ეს რასაც შეჭამ შენია, რაც არა დაკარგულიო, თქვა ერთმა დიდმა ქართველმა და ჩვენც კარგავ ჭამეთ კი არა, ნამეტანი მოგვივიდა ჩემი აზრით. ჭამა რა, მე ნამეტანი მომივიდა და ამათი არ ვიცი. უერეტეო, ეგაჭირებული. აუ, შეხედე რა ვერძის. დამერწმუნებით ძალიან გაუჭირდა ჩატევა ირაკლის მანქანაში. ირაკლი. ყველგან ჩემი მანქანის ზიარული მირჩევნია. რატო არ გირჩევნია ზმა ხა შენი მანქანის ზიარული, ავტობუსის ზიარული. მანქანიკა მეც რომ მყავდეს გავერთობოდი. გაერთობოდი, რა ის. გორის შესვენება ამით დასრულდა. ტრანსპორტი გავაუმჯობესეთ, მე მგონი, ჩემი აზრით, თავის ძღოზე იგივე შეიძლება ვერ ვამბობდე, მაგრამ ნახოთ ახლა დავაკვირდეთ გზაში რას მოიმოქმედებს. ასე უცებად წავედით, თორე არ გაიჭრნენ ახლა ეგეც. ხო და რა ვიცი, ნახოთ რა მივიწევთ ხაშურისკენ. რა არის ეს ტრიალებს. ბედის პორბალი ტრიალებს ალბათ. ტრიალებს. აქ ირაკლი უკვე ხელს უქნებს ავტობუსს, რომელიც დავტოვეთ ჩვენ შუაგორში და ნიკოლოზის ავტომობილით მივდივართ ხაშურისკენ. მოხვალ და ყველაფერს ამიხსნი გაგიჩდი ვიცი რომ იცი მე რასაც გამიცდი მოხვალ და ეგ იქნება რა და მთავარი გზა ხაშურის სიმონ ცენტრალური. კი, ცენტრალური მოგა, უყურე რა ხელ დაიწყე. როგორ დადის ხარ? აი ეს არის სკოლა. ეგი? იგი სადაც ხრი არა აღნიშნა რომ. დავიბერი შეჩება. სადა ვარ ეს ახაშური? ამ ზიან დღეს, რა თქმა უნდა, ხაშურში ბევრი თავგადასავლები გადაგხვდა. თინათი სალამი როგორ ახლა? სალაფის მეტი არაფერი არ არის. რა მერიაში მოითხოვეთ პასუხი. მე რა მოიწევ შეხარ რა აქ ხდება აი მეგობრებო, თქვენს ხედავთ რა ხდება. აი გაში გვიწევა პირობებში გვიწევს ცხოვრება. ოპა რა მაგრამ მოუძებნა. თქვენ უკაცრავად მაგიებთან ერთად გადომარხავთ ავტობუსში კიდე და მაგარი წამოვედა ვიკი. გამოიჩემი განახორებას. დაგომეთქვის გადავიდე. დელეგაცია. გულთბილი დახვედრა მოუწყვეს თინათი მურჯიკნელს მშობლიურ სკოლაში. დავიწყეთ ტრენინგები, სანამ თეორიული მასალის ახსნა მიმდინარეობს. ძალიან გემრიელად ვართ, ძალიან კონტროლირებული აქვს. დიაც ძალიან გემრიელად ზის. ირაკლი კი დგას იქ ფეხზე, მაგრამ მე ძალიან გემრიელად ვარ აქ პუფში ჩამოწოლილი. მაგრამ
მალე დამთავრდება ჩემი დეტანება და მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალგაზრდულ სივრცეში, რომელიც მდებარეობს თამარ მეფის ნომერ პირველში მუსიკალურ სკოლაში მეორე სართულზე. დაიმახსოვრეთ ახლა კარგად, იმიტომ რომ ძალიან სილამაზი სივრცე გვაქვს დაათარიღეთ. ძალიან კაია. მოდით. მარი ჭავჭავაძე. სერტიფიკატების გადაცემამაც ჩინებულად ჩაიარა და ჩვენ ერთი საერთო ფოტო გადავიღეთ. რაღაც კაფეში შემოვიარეთ, უბრალოდ ამათმა შემოვიარეს და მე ჩვენ მოუსწარით. რა ვიცი, ძალიან კაი ადგილია იმენა მეგობრებო, მინდა გითხრათ. ჩაი არ არის, ჩაი. ჩაი არა, ჩაი. რა, სადიკოვით ხაშურში ამნაირი ადგილი. გიორგი ფაგავა ხაშურში. უკვე ავტობუსში ვართ, მოვჭით ტრენინგებს და ახლა ველოდებით თინათინ მურჯგნელის კომენტარს, როგორ მოეწონა დღევანდელი დღე. ესე იგი პირველ რიგში მოგესალმებით. აი აქეთ ალბათ დაგანახებთ მე გიორგი ფაღავა, ეს არის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურში და მესამე საჯარო სკოლა. და როგორც ველოდებოდი, ზუსტად ისე თბილად და ტკბილად დამხვდნენ ჩემი სკოლის მასწავლებლები. და ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს და მოკლედ ძალიან კარგად დაგხვდნენ. და ძალიან დიდი მადლობა ხაშურის მესამე საჯარო სკოლას ამ ყველაფერთვის. მაგრამ ის მაიყო ზე მონდომებული ბიჭმა მუხრა დაჩოქილმა ნახევარი საათი გვისმინა CPR-ის გაკეთების წესები და რა ვიცი, კარგადაც გამოვიდა და ძალიან კარგი იყო. ჩვენს მას საინტერესო კითხვები არავის არ დაუსვამს. არც მაგდენი კითხვა არ მომისმენია უდესმე CPR-თან დაკავშირებით. არც ეგრე მონდომებული ადამიანი არ მინახავს დედამიწის ზურგზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლუკა იყო ის ადამიანი, ვინც პირველად რა ვიცი, მე სულ სკოლაში ჩავატარე, მაგრამ ლუკა მიკითხა მხოლოდ ის, რომ თუ ამბუ არ მაქვს ამ შემთხვევაში რას ვაკეთებო და ამისთვის ბრავო ლუკას. ეს იმიტომ რომ ლაპარაკს არ გვასწავლა, თორე ჩვენ მაგას ისეც ვამბობთ ყველაფერს. ნუ თავისთავად, მაგრამ ნუ მაინც იკითხა ლუკა და არ დავუკარგოდეს. სხვას რაც შეეხება, მე ვნახე ჩემი მონატრებული ლელა და მაგული მასწავლებლები, რომლებიც ძალიან მიყვარდან. და რა ვიცი, რომლებიც არიან ჩემი დაქალოჩკები დღემდე. მიყვარხართ გკოსნით, გეხვევით თქვენ თინათინ მოგჭკნელი. შენთან რა ხდებოდა მეორე ფლანგზე? ჩემთან სიმშვიდე იყო. ძალიან დავაინტერესა ბავშვები, დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები. მოეწონათ ძალიან პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი, გულფილტვის რეანიმაციის ჩატარების სწავლება. That's it.